მაგრამ შენი შეფასება ჯერჯერობით. ამიტომ ვიტყოდი, რომ უფრო ზუსტი ტერმინი იმისა, რაც პარასკევს შვეიცარიაში უნდა მოეწეროს ხელი, არის გაუგებრობის მემორანდუმი. და გეტყვით რატო? ვფიქრობ, რომ ძირითადად ეს დოკუმენტი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება და ირანელები აპირებენ. ამის სანაცვლოდ ბლოკადა მოიხსნება და მათ შეეძლებათ გაკიდონ ნავთობი იმდენად, რამდენადაც სურთ. აი ამას ამბობს ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. ამის გარდა ირანელები პირდებიან, შეიძლება ითქვას, ვირტუალურ რაღაცებს. მაგალითად, რომ არ შეიძენენ ბირთვულ შესაძლებლობებს, რაც უკვე დაპირებული ჰქონდათ 2015 წელს JCPOA-ში, ეს ჩვენ ვიცით. ფაქტობრივად, რასაც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმიც ამბობს, არის ის, რომ 60 დღეში იქნება განხილვები და მოლაპარაკებები იმაზე, რა ბედიელის მაღალგამდიდრებულ ურანს და გამდიდრების პროცესს ირანში. უნდა გვახსოვდეს ორი რამ. ერთი ისა, რომ ამერიკელები ომში ორი მიზეზის გამო წავიდნენ. მათ ირანელებთან ძალიან დეტალური მოლაპარაკებები ჰქონდათ ბირთვულ საკითხზე, სადაც ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. და ეს ბევრად ავემატებოდა იმ 60 დღეს, რაც ახლა არის მოცემული. მეორეა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება ირანის ხალხისადმი, რომ დახმარება გზაშია. რაც სინამდვილეში საერთოდ არ არის გზაში. ეს არის, მე ვიტყოდი, რომ მინიმუმის გადარჩენაა, ეს რეჟიმის გადარჩენას ემსახურება, სანქციების მოხსნით, ნავთობის გაკიდვით, მათთვის სიცოცხლის ხაზების მიცემით. ამიტომ ვიტყოდი, რომ თუ შევხედავთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც პარასკევს უნდა გაფორმდეს, ეს ნამდვილად არ არის ის შედეგი, რომელსაც დონალდ ტრამპი ამ ომიდან მიაღწევდა. რომელსაც უზარმაზარი სამხედრო წარმატებები ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო მათი პოლიტიკურ ან დიპლომატიურ წარმატებად გადაქცევა ჰორმუზის სრუტის გამო. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილად დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მარცხია. და ძალიან მეპარება ეჭვი, რომ 60 დღეში ჩვენ ვიხილავთ ძალიან დეტალურ შეთანხმებას ბირთვულ საკითხს. ესე რომ ჩვენ დავბრუნდებით საწყის წერტილზე, ან თუნდაც ნულოვან წერტილზე თუ გნებავთ, როგორც ჩანს, ნულოვან წერტილზე დავბრუნდებით. და როგორც თქვენ ხსნით, ირანის რეჟიმი უცვლელი რჩება. ტერორისტული პროქსები კვლავ დაფინანსდებიან. ეს უბრალოდ შოკის მომგვრელია, იაკობ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბრობ იმ ერთობლივ ამერიკულ-ისრაელის ოპერაციაზე, სადაც ისრაელი ფრენკთან და სანტენთან ერთად პირდაპირ კაბინაში იყვნენ, როცა საქმე ეხებოდა უზენაესი ლიდერისა და ირანის რეჟიმის 40 მეთაურის ლიკვიდაციას. და მაინც ჩვენ სოციალურ მედიაში ვიგებთ, რა ხდება ამ ურთიერთგაგების მემორანდუმში. დიახ, პირველ რიგში სრულიად ვეთანხმები იაკის აღწერას ამ მემორანდუმის შესახებ და იმაზე სად შეიძლება ეს მიგვიყვანოს. და რასაც დავამატებდი ამ შენიშვნას არის შემდეგი. მოდი ფართოდ შევხედოთ და ვნახოთ სად დგავართ სტრატეგიულად ირანის ღერცთან მიმართებაში. კარგი ამბავი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად ცუდიც არ უნდა იყოს ეს შეთანხმება და საერთოდაც კარგად არ გამოიყურება, ეს მაინც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძალთა ბალანსი ამ ომისა და ივნისის ომის გამო მკვეთრად ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა. ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულად შეჩერებულია. მათი ბალისტიკური რაკეტების პროგრამაც სერიოზულად შეჩერებულია და მათი პროქსი პროგრამაც ყველგან სერიოზულად შეჩერებულია. ლიბანში, ღაზაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში. ასე რომ ეს არის კარგი ამბავი. ეხლა ნამდვილი კითხვა, ნამდვილი გამოცდა იქნება, შეძლებს თუ არა ისრაელი ამ მიღწევების შენარჩუნებას მომავალშიც. თუნდაც მარტო მოუწიოს ამის გაკეთება. ეს არის თავარი გამოცდა. ეს არის საფუძვლიანი გამოცდა, რომელიც დაედება ამ ქვეყნის ნებისმიერ ხელმძღვანელს. იქნება ეს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ თუ სხვა ვინმე. არჩევნების სეზონი ახლოვდება. ეს იქნება საფუძვლიანი სტრატეგიული კითხვა. შეძლებს თუ არა ისრაელი ამ მიღწევების შენარჩუნებას, თუნდაც მარტო მოუწიოს ამის გაკეთება თუ არა. ამიტომ მომავლისკენ მიმართული პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგრამ ვფიქრობ, უნდა კონდეს იმითაც ნუგეში, რომ ამ ომის განმავლობაში მიღწეული მრავალი წარმატება ხვალ ვერ გაუქმდება. ისინი 24 საათში ვერ გაუქმდება.
ირანი ვერ შეძლებს ჯადოსნურად ერთ ღამეში აღადგინოს თავისი განადგურებული ბირთვული ობიექტები. ის ვერ აღადგენს რაკეტების პროგრამას, რომლის შექმნასაც 30 წელი და $100 მილიარდი დასჭირდა ერთ ღამეში. ამას დრო დასჭირდება. ეხლა როცა ის ამას დაიწყებს, და უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ ეს რეჟიმი არსებობს, ის ამას დაიწყებს კიდეც, სწორედ მაშინ დადგება გამოცდის დრო. ეს იქნება ის დიდი გამოცდა, რომელიც ისრაელს ერის. ეს რთული გამოცდა იქნება, მაგრამ ჩემი იმედია, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენი არსებობისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ინტერესები ყველაფერზე წინ უნდა იდგეს.